250 წელი. რას ვხედავთ? ჩვენ ხედავთ წინააღმდეგობებით სავსე ქალაქს, რომელიც წინააღმდეგობებით სავსე ერის ნაწილია. ჩვენ ხედავთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარ ქვეყანას, სადაც ბავშვები მშიერად იძინებენ, მაშინ როცა მსოფლიოს პირველი ტრილიონერი კიდევ უფრო მეც ისურვებს. ისინი საოცრად კეთილი, კარგი, გულმოწყალე და გულუხვი ხალხია. ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ მეგობარს ან მეზობელს გაჭირვების დროს. არავის არასოდეს გაუწევია მეტი ქველმოქმედება, არავის მეტი შიმშილი არ შეუმცირებია, არავის უმკურნალია მეტი დაავადება და არავის გაუკეთებია მეტი კაცობრიობის სასამაღლებლად, ვიდრე ამერიკელებს და არც ერთ ქვეყანას არ შეეძლება ამას შეედაროს. ამერიკის 250 წელი. ეს უნდა იყოს საოცარი ღონისძიება. და მაინც მამდანი, ხო იცი, ისლამისტი მერი, რომელიც ნიუ-იორკის დაპყრობაზეა პასუხისმგებელი. არა მხოლოდ ვიდეოებს იღებს ამერიკელი ხალხის დემორალიზებისთვის და იმის შესახსენებლად, თუ რამდენად საშინელია მათი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის სარგებლობს ყველაფრით, რასაც ამერიკა იძლევა. მისმა ცოლმა გადაწყვიტა ამ დღესასწაულის პერიოდში ესპანეთში ხურანის ღონისძიებაზე გაფრენილიყო. ისლამურ ველნეს რიტრიტზე. და თუ ეს არ გეუბნებათ აბსოლუტურად ყველაფერს და ამ ორ გიჟზე უნდა იცოდეთ, რომლებმაც ნიუ-იორკი ჩაიგდეს ხელში. არ ვიცი კიდევ რა გეტყვით და ამასაც გეტყვით. ხალხი თავს არ იკავებს. განსაკუთრებით კი პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც გადაწყვიტა ეს სიგიჟე პირდაპირ გაეკრიტიკებინა. დაიმახსოვრეთ, თუ ისინი თქვენს დემორალიზებას ცდილობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ სურთ სუსტი იყოთ. და მამდანი ნიუ-იორკში სწორედ იმისთვის არის განთავსებული, რომ ამერიკა ჩაიგდოს ხელში. და ეხლა, როცა თქვენი 250 წლის იუბილეა დიდი ზეიმის დროა, თქვენ ყველამ ზუსტად უნდა აღიაროთ საფრთხე ისეთი როგორიც არის. არც კი ამ უზარმაზარი იუბილის დროს ამ კაცმა ვერ თქვა ამერიკაზე რამე დადებითი. ვიდეოები, კადრები სრულიად აბსოლუტურად შეშლილია. გულისხმობ, უბრალოდ მოусმინეთ ამ გიშკაცს, რომელმაც როგორღაც მოახერხა და აირჩიეს. რა თქმა უნდა. ვიდეოს იცხებს არა თავის სოლთან ერთად, ჯორჯ ვაშინგტონის მაგიდასთან, არამედ გარშემორტყმული ისლამისტით, ყველა ამ განსხვავებული იმიგრანტის ტიპით. კიდევ ერთი ისლამისტი იმიგრანტის ტიპები, რომ რაღაცა დაანახოს. მოусმინეთ რა არის ეს აზრი. როცა 250 წელს ავნიშნავთ, რას ვხედავთ? ჩვენ ხედავთ წინააღმდეგობებით სავსე ქალაქს, რომელიც წინააღმდეგობებით სავსე ერის ნაწილია. ჩვენ ხედავთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას მსოფლიოს ისტორიაში, სადაც ბავშვები მშიერად იძინებენ, მაშინ როცა მსოფლიოს პირველი ტრილიონერი კიდევ უფრო მეც ისწრაფვის. ჩვენ ხედავთ მონოპოლიებს, რომლებიც ყველა ინდუსტრიას აკონტროლებენ და ოლიგარქებს, რომლებიც არჩევნებს კიდულობენ. ჩვენ ვხედავთ ნიღბიან აგენტებს, რომლებიც ჩვენს ქუჩებში ტერორს თესავენ. მიირთმევენ ჩვენი საბუთების არ მქონე მეზობლების მიერ მომზადებულ საჭმელს, სანამ მათ უნიშნავ ფურგონებში წაიყვანენ. ჩვენ ხედავთ ერს, რომლის უზარმაზარი სიმდიდრეც აშენებულია მათ მიერ. ვისაც ხელები გაუხეშებული და ჭუჭკიანი აქვს, ვინც ქარხნებში შრომობს და ქვას თლის. და ჩვენ ხედავთ ერს, რომელმაც ამ სიმდიდრის დიდი ნაწილი რამდენიმე რჩეულის რბილ ხელებში მოაქცია. როგორ გამოიყურება მისი ხელები? მისი ხელები ძალიან რბილია. თითქოს ის იმიმ რჩეულთაგანია. ირონია, რომ ამ კაცმა მათემატიკა არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ მერი არის და ის არჩევნებს ხალბად აცხადებს, სინამდვილეში კი ამბობს, რომ ისინი ოლიგარქებმა იყიდეს. სასაცილოა, რომ ის ისლამისტია, რომელიც ნიუ-იორკშია ჩასმული, მაგრამ ყველაფერი მოისმინე, რაც თქვა. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ შენ დაგეცემა სული, რომ ისე მოგესმინოს თითქოს როგორ შეიძლება იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ეხლა ტრილიონერი არსებობს. და არიან ეს ადამიანები, რომლებიც არალეგალურად შემოვიდნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მაინც გახავთ ქვეყნიდან, როგორ შეგიძლია აღნიშნო ესეთი საშინელი ქვეყანა. რა თქმა უნდა, დააკვირდი, როგორ აფრიალებენ ყველანი ამერიკის დროშას ამ ზეიმზე, ან რაც არ უნდა იყოს ეს. ჩვენთვის ეს უფრო ტანჯვას გავს, ვიდრე აღტაცებას ან ბედნიერებას. გონია, რომელიმე ამ ადამიანთაგან განსაკუთრებით ბედნიერად გამოიყურება. არა. და ეს არის შენი ნიშანი. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ისინი აქ არ არიან იმისთვის, რომ ამერიკისთვის რაიმე კარგი გააკეთონ. ისინი აქ არიან, რომ გაანადგურონ ის. კიდევ ერთხელ, მოусმინე მის სიტყვებს. როდესაც 250 წელს აღნიშნავთ, რას ვხედავთ? ჩვენ ხედავთ წინააღმდეგობებით სავსე ქალაქს, წინააღმდეგობებით სავსე ერის შიგნით. ჩვენ ხედავთ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარ ქვეყანას, სადაც ბავშვები მშიერად იძინებენ, მაშინ როცა მსოფლიოს პირველი ტრილიონერი კიდევ უფრო მეც ისურვებს. ის არ საუბრობს იმაზე, რომ ამ პირველმა ტრილიონერმა ასობით ადამიანს მილიონერობა მოუტანა და სიღარიბიდან გამოიყვანა. მხოლოდ მისი კომპანიაში მუშაობით და გონიერებით. ის ასევე არ საუბრობს იმაზე, რომ თავადაც იმიგრანტია. და მანაც გამოიყენა ეს დამთქმული სისტემა არა მხოლოდ იმისთვის, რომ საკმარისად მდიდარი გამხდარიყო მერის პოსტისთვის და ცოლის მოსაყვანად, რომელიც სიამოვნებით ატარებს $100 ფეხსაცმელს.
მაგრამ მას უბრალოდ სურს ჩაგვრაზე ისაუბროს, რამდენად საშინელია ეს, რამდენად აბსოლუტურად საშინელია. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა შევახსენოთ ყველა ჩვენს მაყურებელს, ვინც ახლახან შემოგვიერთდა, რომ სწორედ ამას აკეთებენ ისინი. ისლამისტები, რომლებიც ქალაქის დაპყრობას ცდილობენ, ამას აკეთებენ სოციალისტებთან დაძმაკაცებით, რომლებიც ავრცელებენ ნარატივს, თითქოს ქვეყანა ყველაზე საშინელი ადგილია მთელ მსოფლიოში. ამიტომ ხალხი იბნება და შემდეგ აძლევს ხმას იმ ადამიანებს, რომლებიც სინამდვილეში ზუთ, სოციალისტებიც და ყველა დანარჩენიც. მათ ზუთ ყველა, ვინც ისლამისტი არ არის. ეს მარტივია, ეს ადვილია. მაგრამ დაუბრუნდეთ ისლამისტების თემას, ანუ სწორედ აქ არის მანდანის ცოლი, რადგან ის ნამდვილად არ ჩანს იმ ვიდეოში, როგორც ხედავთ. მანდანის ცოლი, რამადუაჯი, ამერიკის 250 წლის თავს ტოვებს და ესპანეთში ყოველწლიურ ისლამურ სულიერ გამაჯანსაღებელ რიტრიტზე მიდის. ნამდვილი ამბავია სხვათა შორის, იმის ნაცვლად, რომ აქ იყოს ეს დაახლოებით 5 ან 10 წუთიანი ვიდეოა და ის უბრალოდ განაგრძობს ამერიკელების დემორალიზებას. ძალიან ბევრ ჩვენს ლიდერს არ შეერა ამ ერის როგორც დევნილთათვის თავშესაფრის ხედვის. არამედ უფრო იმ ერის, რომელიც დევლის თავშესაფრის მაძიებლებს. ნახეთ, მოსაწყენი. ის ლაპარაკობს იმაზე, როგორ დევნიან მათ. შეხედეთ მას. ის ნიუ-იორკის freaking მერია და ზის იქ და ამბობს თითქოს ყველაფერი საშინელია. როცა 250 წელს ავნიშნავთ, რას ვხედავთ? ვერ ვუსმენ მას, ისე რომ თვითონ არ მომინდეს. მოусმინეთ ამას. ნიუ-იორკის მერმა რამდაის რაპერ რამადუაჯიმ ამერიკის 250 წლის იუბილეს ნაცვლად ესპანეთის კურორტ მაჯორკაზე ისლამური სულიერი განახლების რიტრიტს ესწრება, ნაცვლად პატრიოტული დღესასწაულისა. ამის შესახებ The Post-მა შეიტყო. დალასში გაზრდილი, დუბაიში განათლება მიღებული, სირია-ამერიკელი არტისტი, რომელსაც ამერიკის გაკრიტიკების გრძელი ისტორია აქვს. ორშაბათს ნიუ-იორკის საერთაშორისო აეროპორტში შენიშნეს, როცა 8 საათიან რეისზე მაჯორკისკენ ჩაჯდა. ის მიემგზავრება ქალთა საბანის მიერ ორგანიზებულ სრულად გაყიდულ რიტრიტზე და იქ მიდის როგორც ილუსტრატორი და კერამიკოსი წინასწარმეტყველის რეზიდენციაში მყოფი ხელოვანების პროგრამისთვის. გესმით, რას გულისხმობ? ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ამერიკის დღესასწაულში მონაწილეობა. ხურანის რიტრიტში მონაწილეობა სტუმრებისთვის $3,400 ღირს. ის იწვება 4 შაბათს და გრძელდება ორშაბათამდე და ფოკუსირებულია ისლამურ ტექსტებში მოხსენიებულ წმინდა ყვავილებზე ხელოვნების, ბოტანიკური ვორქშოპებისა და სულიერი რეფლექსიების საშუალებით. ჯგუფის ვებგვერდის მიხედვით დუაჯი შემდეგ დაგეგმილია დაეხმაროს კიდევ ერთი სრულად გაყიდული რიტრიტის ჩატარებაში ქალთა თავშესაფრისთვის საფრანგეთში, რომელიც გაიმართება 9 ივლისიდან 12 ივლისამდე და სახელწოდებით მარიამი ყურანში. ის სიღრმისეულად იკვლევს მარიამის ბრწყინვალე მემკვიდრეობას, რომელიც ყურანში ყველაზე პატივცემული ქალია. შეგვიძლია უბრალოდ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ როცა შენი ქმარი ნიუ-იორკის მერია არა, ყვავილების რიტრიტი ესპანეთში უფრო მნიშვნელოვანი არ არის ვიდრე ეს ზეიმები. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ შენ ხარ რუმადუაჯი და პირდაპირ გძულს ისრაელი და გძულს ამერიკა, არ ვიცი რატო თქვი ეს, ახლა ეს იყო ფროიდისეული შეცდომა, უბრალოდ აქ არც არსებული სიტყვების გამო ვთქვი ესე. ცალცარია იმის ნახვა, როგორ მოახერხეს ამ ადამიანებმა ძალაუფლებაში მოსვლა. კონსერვატორმა, კომენტატორმა და კომიკოსმა არონ ვექსლერმა პარასკევს გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც მისი გულგრილი ცოლი იჯდა United Gates Airlines lounge-ში. შეხედეთ ამას, ეს არის პოსტი. სად არის ეს? სასაცილოა, როცა ზორა მანდანი ნიუ-იორკელებს მოუწოდებდა კონდიციონერი დაეძიათ, მისი კონდიციონერები ჩართული იყო. რაფერ ამადუაჯი კი მიფრინავდა მაიორკაში წვეულებაზე. შეგახსენებთ, რომ ვერ ვთაგავ მას, რადგან მან ანგარიში წაშალა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს მისი შეურაცხყოფელი ტვიტები. შამპანურის სოციალისტები. დიახ, ეს ის საშინელი, საზიზღარი ქალია და ის მართლაც საზიზღარია. თუ ოდნავ მაინც დააკვირდებით მის წარსულს. აი ის არის. აი ის პირდაპირ $3,400 იოგისა და მუსლიმური სწავლის რიტრიტზეა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. და მისი ქმარი სოციალიზმზე საუბრობს. სოციალიზმს უწევს რეკლამას. შეგიძლიათ უყუროთ ამ სრულ ვიდეოებს, თუ მარხვა ძალიან მოგწინდათ და გინდათ ჭკუიდან გადახვიდეთ. მაგრამ მოდით ვნახოთ, როგორ უპასუხა ტრამპმა, რადგან რა თქმა უნდა, მას რაღაც აქვს ათქმელი. ჩვენი უფლებები აქვს ჩვენთვის მოგცა ღმერთმა, რომელმაც შექმნა და ეს უფლებები არ უნდა დაირღვეს. ამერიკელებს საკუთარი ძალების ჯერად ჩვენ წარმატებას შურით კი არ ვუყურებთ. და მე ვამბობ, რომ ზოგი ადამიანი შურიანია, ზოგი კი არა. ჩვენ არა, არამედ აღფრთოვანებით ვუყურებთ და ამას ვიმსახურებთ. ყოველთვის დავიმსახურებთ და ყოველთვის პატივს ვცემთ. ჩვენ საოცარი, კეთილი, გულუხვი და კეთილგანწყობილი ხალხი ვართ. ყოველთვის მზად ვართ და დავეხმაროთ მეგობარს ან მეზობელს გაჭირვების დროების დროს. არავის არასოდეს გაუწევია უფრო მეტი ქველმოქმედება, არავის უფრო მეტი შიმშილი არ დაუძლევია, არავის უმკურნალია მეტი დაავადება და არავის გაუკეთებია მეტი კაცობრიობის ასამაღლებლად, ვიდრე ამერიკელებს და არც ერთ ქვეყანას არ შეეძლება ამას შეედაროს.
აი ესე გამოიყურება, როცა სინამდვილეში ამერიკის მხარეს ხარ, როცა საუბრობ იმაზე, თუ რამდენად დიდებულია ამერიკა და რამდენ კარგ საქმეს აკეთებს და უნდა აღნიშნო ეს და იამაყო ამით. ჩვენ ვამაყობთ ამით, ხო გესმით? არა, ისე, თითქოს ეს ქვეყანა ყველაზე ცუდია მხოლოდ იმიტომ, რომ ეხლა ტრილიონერი გვყავს. ტრილიონერი, რომელმაც უამრავი მილიონერი შექმნა, იმიტომ რომ ასე მუშაობს მათემატიკა. ენი მადლობთ. სრულიად მართალია. ამერიკელები პატივს სცემენ მაღალ მიღწევებს. ჩვენ გვიყვარს სიმამაცე. ჩვენ სცემთ პატივს ამბიციას. ჩვენ ვართ მეოცნებეთა და მორწმუნეთა, მეომართა და მკვლევართა, მოქმედთა და მებრძოლთა ერი. ყოველ ადამიანურ წამოწყებაში ამერიკელები ხედავენ დაუსრულებელ შეჯიბრებას. რაც ძლიერია შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს, რაც სწრაფია შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს. რაც დიდებულია შეიძლება გახდეს უფრო დიდებული ვიდრე ოდესმე ყოფილა და სწორედ ეს ხდება ამერიკაში. გვაჩვენეთ მთა და ჩვენ მას ავალთ. გვაჩვენეთ ოკეანე და ჩვენ მას გადავკვეთავთ. წარმოგვიდგინეთ პრობლემა და ჩვენ მას ავჭრით. წარმოგვიდგინეთ ამოცანა, რომელსაც მსოფლიო შეუძლებლად მიიჩნევს და ამერიკელები მას შეასრულებენ. ამერიკელები ძლიერები არიან და ყოველთვის მზად არიან მყარად იდგნენ კეთილი საქმისთვის. ჩვენ ვაფასებთ სამართლიანობას, მიუკერძოებლობას, ოჯახს, პატიოსნებას და ადამიანის ღირსებას. საზოგადოებებისგან განსხვავებით, რომლებიც კლასზე, კლანზე ან თომზეა დაფუძნებული, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს ხედავთ როგორც ინდივიდს, რომელიც კანონის წინაშე და უფლის თვალში თანასწორია. საოცარია, რომ არსებობენ მემარცხენეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რამა ეს საზიზღარი ხალი თავისი კიდევ უარესი ქმრით ამერიკისთვის ამ კაცზე უკეთესია. მართლა თავზარს მცემს. ყველანი გაგიჟებულები ხართ თუ ისევ გჯერათ ან ტყუილების. ის ესპანეთშია. ისლამისტურ ყვავილების ჭრის ბოტანიკურ 5000 $-ის რიტრიტზე ან რაღაც მსგავსზე, მაშინ როცა მისი ქმარი აქ არის და გიყვებათ, როგორ იშლება და ინგრევა თქვენი ქვეყანა, როგორ არის ყველაფერი საზიზღარი. და თქვენ ყავთ ლიდერი, რომელიც გიყვებათ იმ საოცარ რაღაცებზე, რისი ნაწილიც ხართ და აი ეს აირჩიეთ. ეს დაუჯერებლად სულელურია. გმადლობთ ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის.